იყვარულენ. ომერ თვალი გაახილე. ომერ. მალე მოდით დაჭრილია სისხლისგან იცლება. ომერ თვალი გაახილე, გემუდარები გაახილე. არ მიმატოვო ომერ. ომერ გთხოვ. დროს ნუ კარგავთ დაუჩქარეთ. იცოდე არ მიმატოვო გესმის ჩემი. არდა რამე იღონე. რამე იღონე არდა. საყვარელო. არ მიმატოვო გთხოვ. შემომხედე. შემომხედე. ელით მოვიდნენ. სასწრაფო მოვიდა. ყველაფერი კარგად იქნება, გესმის? კარგად იქნება, ნუ გეშინია. გამაგრდი, სასწრაფო უკვე მოვიდა. ომერ გაუძელი გთხოვ. გაუძელი გემუდარები. ყველაფერი კარგად იქნება, შენთან ვარ. შენთან ვარ. საყვარელო, შენთან ვარ. იმედია დილამდელოდინი ღირდა და კარგ ამბავს მეტყვიალე. მდგომარეობა გართულდა თაიარ. რას ნიშნავს გართულდა? მეთინისადა. მეთინის სადღაც გადამალეს, დედამისიც დაიხსნეს. რა? დედამისი ვინ დაიხსნა? ომერმა? მაგრამ იცი რა? შენმა ერთ-ერთმა ხელქვეითმა ომერს ესროლა. არავინ იცის გადარჩება თუ არა. მართლა? ჩემი ბრალია. ჰელინ. ჩემი ბრალი. ჩემი ბრალია. ჰელინ. ჰელინ, ნუ მაშინებ გონს მოდი. ჰელინ. ჩემი ბრალია. ჰელინ. ჩემი ბრალია. ომერი კარგად იქნება, ნუ გეშინია. ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია. მითხარი რა მოხდა? ჩემი ბრალია. პულსი ძალიან სუსტია. რა ხდება? პულსი არის ინჯება, აღარ სუნთქავს. რამე იღონეთ, გთხოვთ. გთხოვთ, გადაარჩინეთ. გაიწეეთ, აპარატი ჩართემ. ხელი გაუშვით. განყოფილებაში წაიყვანეთ და იქ დამელოდეთ. პირადად დავკითხო, გასაგებია? ჩემს მოსვლამდე ქალთან არავინ შეუშვათ, იჩქარეთ. არდა. განყოფილებაში წადი და თავდასხმასთან დაკავშირებით ჩვენება მიეცი. მეთაურო, ჯერ საავადმყოფოში წავალ, ომერს ვნახავ. კარგი. დაგელოდები. მადლობთ. შენი საქციელის გამართლება შეუძლებელია, კომისარო ფელინ. ომერი შენ გამო სიკვდილს ებრძვის. ამისთვის მკაცრად დაისჯები. მეთაურო, თქვენი მესმის, მაგრამ ჩვენც ნერვიულობთ. ომერი ძმასავით გვიყვარს. წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ.
მეთინს ვნახავ და მერე საავადმყოფოში მივალ. ილოცეთ რომ ომერი გადარჩეს. რომ ვერ გადარჩეს რამე შველება. ფელინ. ფელინ. რომ ვერ გადარჩეს, როგორ ვიცხოვრო? გადარჩება ფელინ. სამი მართალია. ყველაფერი ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია არდა. ადექი ფელინ. წავიდეთ, კარგი? ადექი საავადმყოფოში წავიდეთ. ჩემი ბრალია არდა. არა ფელინ, დამშვიდდე. საოპერაციო მზად არის? მზად არის. სისხლის ჯგუფი იცით? არ ვიცი, დაჭრილი პოლიციელია. პირადობის მოწმობა მე მაქვს. პირველი დადებითი. სისხლი მოამზადეთ, დაუჩქარეთ. ერთი წუთით. მე აქ ვარ, კომისარო. შენც არ მიმატოვო. თორემ არ გაპატიებ. კიდევ დიდხანს უნდა ველოდო? ომერი სად არის? სად? დედა ჩემი სად არის? არ გესმის? 2 საათია არ გაჩუმებულ ხარ. ენა ჩაიგდე, თორემ თავპირს გაგიერთიანებ. მიდი, რაღაც უცდე. რა ხდება? ომერი დაბრუნდა? დედა ჩემი სადაა? გთხოვთ. დედა. შვილო. დედა. კარგად ხარ? კარგად ვარ. შენ? რადგან შენ ხედავ უკვე კარგად ვარ. ომერმა სიტყვა შეასრულა. სად არის? დაჭრილია. რა? იმ ნაძირალამ დაჭრა, რომელიც დედაშენს დაარაჯობდა. მძიმედაა დაჭრილი. ჯერ დაგკითხავ და მერე ომერთან წავალ. მოდი დედა, მოდი დაჯექი. რადგან დედაშენი აქ არის, შეგვიძლია დავიწყოთ. მაგრამ ყველაფერს დეტალურად მიამბობ. როგორც ომერს დახპირდე. თაიარი ყველაფრისთვის პასუხს აგებს. მეთაურო, რეგისტრაციის უფროსი გელოდებათ. რა უნდა? არ ვიცი მეთაურო, გელოდებათ. კარგი, მოვდივარ. მალე დაუბრუნდები. კარს არ მოშორდე. არ გაბედო ფათი. არა. თაიარზე ცუდი არაფერი თქვა. არ დაგვინდობს. ორივე ციხეში ამოგვალპობს. ნილუფერსაც მოკლავს. არა შვილო, ამაზე არც იფიქრო. ნევინი სადაა? განყოფილებაშია. მეთინი ჩვენების მიცემას აპირებს? არ ვიცი. სამი მთავის განყოფილებაში წაიყვანა. მეთინი და დედამისი იქ არიან. ცუდად არის საქმეალი. ძალიან ცუდად. ომერმა კუთხეში მიგვიმწყდია. სათანადოდ ვერ ვაფასებდი. ახლა რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? ჯერ გაიგე ფათიჰმა აღიარა თუ არა. გადაწყვეტილებას შესაბამისად მივიღებთ. შევეცდები. მაგრამ სიტუაციას სამი აკონტროლებს. უნდა გაიგო ალი. უნდა გაიგო. თანაც ახლავე.
ომერის მდგომარეობა მართლა მძიმეა? უგონოდაა. დავასაფლავებთ და პანაშვიდს გადავუხდით. თავიდან მოვიშორებთ. ჰუსეინმა გაიგო? ტელეფონი გამორთული აქვს. ან გაიგო და ლოცულობს, ან ზინავს. რომ გაიგო და მირეკავდა. ფიქრობ ჯერ არ იცის. აი, ესეც მზად არის. დაუჩქარეთ. სკოლაში გაგვიანდებათ. დეიდა ფატმა, სუფრასთან მობრძანდით. არა, არ მშია. უარს ნუ მეტყვით. ბლითები გამოვაცხვე. მენეც მოვამზადე. ჯერ ისევ ცხელია. დეიდა, თუ სხვა რამე გინდათ, მითხარით, მოგიმზადებთ. არა. მოდით. შვილო, გაიწიე? გაიწიე? დაბრძანდით. მაპატიე, შეგაწუხეთ. მირთვით. პურიც მოვიტანე. ჰუსეინი სად არის? ეზოში ჩავიდა, დედა მალე მოვა. მე ვუპასუხებ, შენ საქმეს მიხედე. გისმენთ? დეიდა ელვან, ელიფი ვარ. ხმაზე გიცანი, ელიფ. როგორ ხარ, საყვარელო? ნახეთ რა გახარებულია. ალო? მგონი გაითიშა. ალო, ელიფ, გესმის? მესმის, დეიდა ელვან. რაღაც უნდა გითხრათ. რა მოხდა, შვილო? საავადმყოფოში ვარ. ომერი მანდ არის, ელიფ? ომერი მანდ არის? ომერს რამე შეემთხვა? ომერი ცოცხალია. შეტაკება მოხდა. ომერი დაჭრეს. ომერ. დედა. ომერ. დედა, ელვან რა მოხდა? დედა რა მოხდა? ომერი. გამაგებინეთ რა მოხდა? არ ვიცი, ჰუსეინ ელიფმა დარეკა და დედამ გონება დაკარგა. ომერ. დამშვიდდით. დედა. ალო. ელიფ. ჰუსეინი ვარ. რა მოხდა? ჰუსეინ. შეტაკება მოხდა. ომერი დაჭრეს. დაკითხვის დროს მარტო უნდა ვიყოთ. მხოლოდ ადვოკატს აქვს დასწრების უფლება. თუ ამაზე უსაფრთხო ადგილი გეგულებათ, მაშინ წაიყვანეთ. მეთაურო, მე დავბრუნდე. ჰელენი საავადმყოფოში დარჩა. რამე ხომ არ გჭირდებათ? ომერი როგორაა? გონს მოვიდა? საოპერაციაშია, ველოდებით. ნევინჰანი მიუსაფრთხო ადგილას უნდა გადავიყვანოთ. კარგი, მოვაგვარებ. ფიქრეთი გაიყოლე. დროებით პოლიციის ყაზარმაში იცხოვრებს. შენ ჯერ ჩვენებას მისცემ, მერე საავადმყოფოში წახვალ. მაგრამ თუ აყოფნა გინდა დარჩი. კარგი, გასაგებია. დარწმუნებული ხართ? დედა შენს არაფერი დაუშავდება, ნუ ღელავ. მასზე მე ვიზრუნებ. დედა, წადი დაისვენე. შვილო, ხომ გახსოვს რა გითხარი? დამოგბრძანდით, გთხოვთ. გთხოვთ. თაიერს რომ დავაკავებთ, უფრო უსაფრთხო ადგილას გადაგიყვანთ. მაგრამ მანამდე ყაზარმაში იცხოვრებთ. ჩემი შვილი?
ის განყოფილებაშია. მას ზიანს ვერავინ მიაყენებს. თავარი მოწმეა. მერე თქვენს დაგკითხავთ. რატომ? როგორ თუ რატომ? ბულგარეთიდან წამოგიყვანეს, მძევლად აგიყვანეს. არა. როგორ თუ არა? იმ ნაძირალად აიარის ბრძანებით გაგიტაცეს. რაც იცით აუცილებლად უნდა გვითხრათ. საჩივარი შემოიტანოთ. ბულგარეთიდან ვინ ჩამოგიყვანეთ? თხოვთ. ნუ მეკითხებით. მომისმინეთ. თქვენ რომ გადაერჩინეთ, ჩემმა მეგობარმა თავი გასწირა. ახლა სიკვდილს ებრძვის. ჩვენ თქვენ დაგეხმარეთ. თქვენს უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. გთხოვთ. უნდა დაგვეხმაროთ, გთხოვთ. არ შემიძლია. რადგან ადვოკატიც აქაა, შეგვიძლია დავიწყოთ. კითხვები დაგისვა? თუ ყველაფერს თვითონ მოგვიყვები. სათქმელი არაფერია. როგორ თუ არაფერია? დიახ, არაფერია. მე ომერს შევუთანხმდი, მას დაველაპარაკები. ომერი დაჭრილია. სიკვდილს ებრძვის. როცა გამოჯამრთელდება ჩვენებას, მაშინ მივცემ. იმიტომ დაჭრეს, რომ დედა შენი გადაარჩინა. თავი გასწირა, რომ ჩვენება მიგეცა. ამიტომ ყველაფერს მიამბობ, გესმის? სხვას არ დაველაპარაკები. მეთამაშები მეთინ. დუმილის უფლებას ვიყენებ. ყველაფერს მეტყვი. ყველაფერს გესმის? ყველაფერს აღიარებ. მეთაურო, გთხოვთ, ასე არ შეიძლება. რამდენის გინდა იყვირე? მე ომერს შევუთანხმდი. სხვას არ დაველაპარაკები. მორჩა. ომერი როგორ არის? ჯერისებს საოპერაციოშია. ოპერაცია დასრულებულია. სხეულიდან 2 ტყვია ამოვიღეთ. ერთი ტყვია მხარში მოხვდა, მეორე გულთან ახლოს ლავიწის ძვალში. ავადმყოფ საათი ჰქონია. დიახ, მე ვაჩუქე. ყელზე ეკეთა. თქვენმა საჩუქარმა ომერბეი გადაარჩინა. ტყვია საათს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა. გულს ასწდა. მადლობა ალლაჰს. ჩემი შვილი გადარჩება ექიმო. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 24 საათი კრიტიკული იქნება. დაველოდოთ. ჩვენ რა შეგვიძლია? სხვა საავადმყოფოში ხომ არ გადავიყვანოთ? არა, რაც საჭირო იყო ყველაფერი გავაკეთეთ. ლოცვის გარდა არაფერი დაგვრჩენია. გამოჯამრთელება ვუსურვოთ. ნახვა შეგვიძლია? ყველას? აქ დედა და ძმა არიან. მხოლოდ 2 ადამიანი. ცალ-ცალკე, მხოლოდ 5 წუთით. გმადლობთ. რეანიმაციიდან რომ გამოვიყვან, შეგატყობინებთ. ისმენალი. გილოცავ, ფათის არაფერი დასწდენია. მხოლოდ ომერს დაველაპარაკებია. სასამართლო ხვალისთვის არის დანიშნული. იმ ბიჭებზე რას მეტყვი ნევინთან რომ იყვნენ? ისინი ჩუმად არიან. ნევინი? საჩივარი არ შეუტანია. პოლიციის ყაზარმაში გადამალეს. მოგიყვანო? მოიცადე ალი, მოიცადე, სასამართლოს დაველოდოთ. ჯერ ნუ ვიჩქარებ, ზედმეტი ხმაური არ გჭირდება. მართალია. ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია. ომერი როგორაა? ექიმები რას ამბობენ? ხომ გითხარი, ეგ პრობლემას მოგვარებულია. მალე პანაშვიდს გადავუხდით. ო, გადავუხდით ალი. მაგრამ შესაძლოა ჰუსეინთან გაგვირთულდეს საქმე.
არ გართულდება. ამაში დარწმუნებული ვარ. იყვირებს, იხმაურებს და ბოლოს ისევ შენს ბრძანებას დაემორჩილება. ასე რომ შვიდად იყავე. თუ რამე შეიცვლება აუცილებლად შეგატყობინება. დედა ავადმყოფი რეანიმაციაში გადავიყვანეთ. ექიმმა მისი ნახვის უფლება 2 ადამიანს დართო. ცალ-ცალკე შეხვალთ. მე დაგეხმარებით, მნახველები გამომყვნენ. დედა, ჰუსეინ გაყევით. ჯერ შენ შედიშვილო. ძმა ნახე. კარგი. თხოვთ წამობრძანდით. ჯერ უნდა მოემზადოთ. ესეც? დაგეხმარებით. ექიმო, აქამდე ვერ გითხრეთ. მითხარით. ჩემი ძმა გადარჩება? ვილოცოთ რომ გადარჩეს. თხოვთ? იქ არის. მხოლოდ 5 წუთი. ალა. მის ნაცვლად მე წამიყვანე. ალაჰმა დაგწყევლოს ჰუსეინ. ალაჰმა დაგწყევლოს ჰუსეინ. შენი ბრალია ჰუსეინ. ჰუსეინ. რა შენი ბრალია ჰუსეინ? ასე ნუ ამბობ.
ჰუსეინ, დამშვიდდი, გთხოვ. ჰუსეინ. გამიშვი. ჰუსეინ. ომერს ასეთი ბედი ჰქონია. რა ბეცნო უბრალებ მელიქე. ბეცნო უბრალებ. ბეც ტყუილა დაბრალებ მელიქე. ჰუსეინ, მოიცადე. ჰუსეინ. შენი რა ბრალია? პოლიციაში მუშაობა თვითონ გადაწყვიტა. თავს ნუ იდანაშაულებ. სულ გვერდით ხომ არ ეყოლებოდი? მელიქე მოდის. ჰუსეინი სად არის შვილო? ატირებული წავიდა. ძმა რომ ნახა განერვიულდა. ავადმყოფთან დედა შევიდეს. მის ნახვას ვერც მე გავუძლებ შვილო. საცოლე შევიდეს. გესმის? საცოლე შევიდესო. გაჩუმდი დედა, გაჩუმდი. რას გახართ? გაიარეთ. საყვარელო. მე ვარ. შენი სინьორინა. მეგონა ვერ გნახავდი. მაგრამ დეიდა ელვანი დამეხმარა. ასე თქვა ჩემ მაგივრად საცოლე შევიდესო. გესმის? საცოლეო. თუმცა ხომ ვერ ვეტყოდი კომისარ ომერს ჯერჯერობით არაფერი შემოუთავაზებია მეთქი.
ომერ იცოდი არ მეღალატო წინ მთელი ცხოვრება გვაქვს გვიან გიპოვე და ვერ დაგკარგავ წარმოგიდგენია შენი სისხლის ჯგუფიც არ ვიცოდი კარგად არც გიცნობ არ ვიცი როგორი ბავშვი იყავი როგორ ცხოვრობდი მამა რომ დაგეღუპა რას განიცდიდი რა გიყვარს ყველაზე მეტად რა გახარებს ყველაფერს მიამბობ გესმის მე შენ გეკუთვნი შენთვის ვცოცხლობ უამრავი ოცნება მაქვს კომისარო ერთად კინოთეატრშიც არ ყოფილ ვართ იმ დღეს კი შემომთავაზე მაგრამ ვერ წავედით მზე როგორ ამოდის არ გვინახავს საათობით არ გვისეირნია არ გვითამაშია ზღვაში არ გვიბანავია ერთმანეთისთვის არ გვიმღერია კომისარო ჯერ ჩვენი სიმღერაც არ გვაქვს რომელი სიმღერა ავარჩიოთ ოღონდ სევდიანი ნუ იქნება რადგან ისედაც ბევრი რამ გადავიტანეთ დღეს მითხარი ძალიან მიყვარხარო მერე კი თვალები დახუჭე იმ დღეს სიყვარული რომ ამიხსენი უხეშად მოგეკეცი კომისარო თვალი გაახილე და მითხარი რომ გიყვარვარ თაიერბეი სახლშია? თაიერბეი გელოდებათ. ხოთ. ერთი წუთით ეფენდი. უნდა გაგშრიგოთ. როგორ მიბედავ? ასეთი ბრძანება გვაქვს ეფენდი. წინააღმდეგ შემთხვევაში თაიერბეისთან ვერ შეხვალთ. ხოთ. შემოდი. თქვენის ნუმარი მოვიდა. გამარჯობა თაიერ. გამარჯობა ჰუსეინ. მოდი დაჯექე. უთხარი არავინ შეგვაწუხოს. შენს ლოდინში თავს ვირთობ ჰუსეინ. ესეც ჩემი გადაცებაა. ოღონდ არავინ იცის. რომ დასრულდეს ერთი დეტალი აკლია, მაგრამ ვერაფრით მოვაგვარე. დაუსრულებელი საქმე ძალიან მაღიზიანებს ჰუსეინ. შენთვის ყოილი არასდროს მithქვამს თაიერ. არასდროს. გაგაფრთხილე ჩემს ძმას თუ რამეს დაუშავებ, გაგანადგურებ მეთქი. პირობა შევასრულე. სიკვდილს იმსახურებ თაიერ. იმსახურებ.
ჯოჯოხეთში შევხვდებით თაიარო. ჯოჯოხეთში. როგორც კი გამოგწერენ, დასასვენებლად წავალთ. მხოლოდ მე და შენ. მე ისევ სტამბოლში დავბრუნდებით. ადრე, როცა დასასვენებლად მივდიოდი, ახალი ადგილების მონახულება მინდოდა. მწვერვალების დალაშქვრა. ახლა კი. მხოლოდ ის მინდა, რომ თვალებში გიყურო. მოგეფერო. დაგამშვიდო. გაგახარო. გახსოვს, რომ მითხარი ჩემთვის რომი კი არა, ერთად ყოფნაა მთავარი სინიორინაო. მართალი ხარ, ერთად უნდა ვიყოთ. მხოლოდ ეს მინდა. უნდა წახვიდეთ. ხო, კიდევ 5 წუთი. მერე კიდევ შემოგიყვანთ. ექიმი მისაყვედურებს. კარგი. ძალიან მიყვარხარ კომისარო. ნახვამდის. თაიარბე იმ თქვა არავინ შემაწუხოსო. იარაღი დამიბრუნეთ. ალილ, თაიარი სად არის? სტომარი ყავდა და წავიდა. კაბინეტშია. ნეტა ომერი როგორ არის? ელიფიც არ ჩანს. ხედავ რამდენს ბედავს. აღარ გამოდის. არც გვატყობინებს. დედამისი არც ფიქრობს. ომერი ხელში ჰყავს ჩაგდებული. არა, მაგოგოს ნდობა არ შეიძლება.
ომერი როგორ არის შვილო? ომერი როგორაა? ისევ ისე. მაგრამ ექიმებს იმედი აქვთ. რა უბედურები ვართ. რამდენჯერ უნდა გავმწარდეთ. რით ვერ გაწყა ეს მიწა. ამ საწყალი ბიჭისგან რა უნდოდა? ფატმა ჰანიმ. ომერი არ მომკვდარა. ცოცხალია. ასე რომ ნუტირით. თავი შეიკავეთ. გთხოვთ. ვინ ხარ რომ ასე მელაპარაკები? ვინ ხარ? დეიდა ფატმა, არ გინდათ. ვინ ხარ? თურმე თავი უნდა შევიკავო, არ უნდა ვიტირო? გული მიკვდება, გული. დიდრებს ფულის მეტი არაფერი გაინტერესებთ. დარდიდეთ კი ვილი რა არის, საიდან გეცოდინება? ვითომ ნერვიულობ, ნამდვილი მსახიობი ხარ, მსახიობი. გაჩუმდით, თორემ გაწყენინებთ. ხედავ რამდენს ბედავს. ყურადღებას ნუ მიაქცევ, დაჯექი, დამშვიდდი. დამშვიდდით, გთხოვთ. შვილო წადი წყალი მოიტანე, ჩქარა. უკეთ ხართ? ჰალილ. ჰალილ, ჩქარა, მოდი. სასწრაფო და პოლიცია გამოიძახე, ჩქარა. არა, პოლიცია არ მინდა. პოლიცია არ მინდა. ჩემს ექიმს დაურეკეთ. პოლიცია არ მჭირდება. ჩემი ექიმი მომიყვანეთ. კარგი. კარგი თაიარ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით ბერაძე.